მოგესალმებით, პატრიცემულო მაყურებლებო. ჩვენ ძინა გადაცემებიდან თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ გარკვეული წესით განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. უпростоრად ჩვენ დავუშვით, რომ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში მოდის, თანდათან ეცნობა იმ სამყაროს, რომელშიც მოვიდა. იწყებს თავისი ყველაზე ახლობელი გარემოებიდან და მშობლიდან, მერე იმ ოთახიდან, რომელშიც არის, საიდანაც მახსოვრობა იწყება, შემდეგ სამეზობლოდან და ასე შემდეგ ნელ-ნელა მისი, ასე ვთქვათ, საზრისი, მისი თვალსაჩინო ვრცელდება მთელ მსოფლიოზე და არა მარტო მთელ მსოფლიოზე. თუმცა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დღევანდელ დღეს, არ არის დამოუკიდებელი იმისგან, რაც იყო წარსულში. ანუ ჩვენი დღევანდელი ვითარება გამომდინარეობს იმ წარსული მდგომარეობიდან, რაც ისტორიის განმავლობაში მომხდარა ჩვენს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, საქართველოს ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არც სხვა ქვეყნების ისტორიები არის განსაკუთრებით სხვანაირი, მაგრამ ჩვენზე, ჩვენ ცნობიერებაზე, ჩვენს თვალსაზრისზე მოქმედებს პირველ რიგში სწორედ ის, რაც მოხდა საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი სერიოზული საკითხი, რომელიც დღეს ჩვენი თემა არის, ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოხდა საქართველოს ისტორიაში ბატონსა და ყმას შორის დამოკიდებულებაში რუსეთის შემოსვლის მერე. ანუ ჩვენ განვიხილავთ ბატონყმური მდგომარეობის სიმძიმეს, რა იყო ეს მე-18 საუკუნეში ბოლოსკენ და რით შეიცვალა და რა მოხდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთი შემოვიდა და კიდე ამის მერე კიდევ განვიხილავთ თუ რა მოხდა 64 წლის მერე, როდესაც იურიდიულად მოხდა ბატონყმობის გაუქმება. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, ყველამ ვიცით პოლიტიკური პერიპეტიები. ამიტომ არ ვამახვილებთ ყურადღებას, მოკლედ რეზიუმისავით რომ გავაკეთო, 1793 წელს დაიდო ტრაქტატი, ერეკლე მეორემ ამ ტრაქტატზე ხელი მოაწერეს ქართლ-კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასპინძის ომში სასტიკად უხალატა რუსეთმა, ჩათვალა, რომ ამ ტრაქტატის მერე რუსეთი დაიცავდა მის პირობებს, მიუხედავად იმისა, სულაც არ იყო სახარბიელო პირობები ჩვენთვის, ქართველებისთვის, მაგრამ რუსეთმა ასევე მიატოვა ერეკლე მეორე 1795 წლის ომში აღამ აჰმად-ხანის შემოსევისას და შემდეგ მოგვიანებით რამდენიმე წელიწადში როგორც კი დრო იხელთა სრულიად გააუქმა მეფობა საქართველოში, ქართლ-კახეთში ჯერ და მერე სხვა რეგიონებში, მალევე ასევე გააუქმა ავტოკეფალია ეკლესიის და გასაგებია რომ საქართველო იქცა რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ გუბერნიად. ახლა ამ საკითხებს მეც არ ჩავხმარდებით, შესაძლოა ჩვენ სტუმარს გქონდეს რამდენიმე სიტყვა დასამატებელი. დღეს ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და მადლობა რომ ესეთი მივიწყებული, იდეოლოგიზირებული რაღაც კუთხით საბჭოთა წარსულის მიერ და რაც მთავარია გაუაზრებელი საკითხი, რომელიც ქართულ მედიაში არ დასმულა, წინ წამოწიეთ და ამაზე მოგვიწევს ლაპარაკი. აი საბჭოთას რო შეეხე, მინდა აქ ხაზი გაუსვა, რომ ჩემს ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველო იყო იმდენად ძიმე პირობებში განადგურებული, აღარ გადარჩებოდა და მიეკედლა რუსეთის იმპერიას. არადა, როგორც მე ვიცი, სულაც არ იყო ასე მე-17 საუკუნის განსხვავებით, მე-18 საუკუნის ბოლოსკენ ანუ ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები საკმაოდ მომძლავრებული სამეფოები იყვნენ. ხო, რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი არის საქართველოს ისტორიაში, რომელიც პრინციპში იოსებ სტალინმა და მისმა, ასე ვთქვათ, ქართველმა მარჯვენა ხელმა, ლავრენტი ბერიამ ფაქტობრივად 1930-იან 40-იან წლებში დააცენზურეს და შეცვალეს. ერთ-ერთი არის ქართულთა წარმოშობის საკითხი და ზოგადად ქართველური ტომების განსახლების გეოგრაფია და არეალი როგორი იყო ისტორიულად. მეორე არის გიორგი საკაძის შემთხვევა და მესამე არის სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი შედეგები როგორც ფეოდალებზე, ისე გლეხებზე და ისე საერთოდ გეოპოლიტიკაზე. ამიტომ აუცილებელია რომ ვიცოდეთ სიმასინამდვილე ამ შემთხვევაში და ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის რომ გეორგიევსკის ტრაქტატში წერია შემდეგი რაღაც ნაწილი, რომ ქართლ-კახეთის მეფეებს ლეგიტიმაციას ანიჭებს
ტრაქტატის შემდგომ რუსეთის იმპერატორი და რომ ისინი შეზღუდულები არიან საგარეო პოლიტიკაში. სინამდვილეში ანუ მსგავსი შემთხვევა იყო ტრაქტატამდეც, როცა ქართლ-კახეთის ტერიტორია მთელი 2-3 საუკუნის განმავლობაში სპარსული ან ოსმალური გავლენების ქვეშ იყო. სპარსეთთან ჰქონდა იგივე დამოკიდებულება იყო, ანუ შეუძლებელია მაშინ თუ რაღაც შიდა პოლიტიკაში დაუსწრაფალი არ ხარ, რაღაც ისე მოხდეს, რომ ერეკლე მეორეს, რომელსაც არ ეკუთვნის ქართლ-კახეთის ტახტი, უცებ გახდეს მეფე, თუ არა გაქვს შიდა ავტონომია ამ შემთხვევაში. ანუ რეალურად იცვლება მარტო მოკავშირე და დანარჩენი ყველაფერი უცვლელი რჩებოდა სინამდვილეში. ყველა ის საშინაო პოლიტიკური ნაწილი იგივე გქონდა ირანის პერიოდშიც, იგივე გქონდა ოსმალების პერიოდშიც, უბრალოდ აი რუსეთი როგორც ევროპისკენ გახსნილი ფანჯარა, ეგ იყო ერეკლეს მიზანი და საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შექმნა მთელი ეს რო თითქოს ყველაზე ძიმე მდგომარეობაში იყო ქართლ-კახეთის სამეფო ჩავარდნილი, რომ რაღაც ძალიან ვიღუპებოდით და რუსეთთან და რუსეთმა საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა და მეორე ამბავი, ანუ თუ ცუდად ვიყავით, თუ ვიღუპებოდით და თუ მძიმედ ვიყავით ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლური სახელმწიფოების კავშირში, სად იყო რუსეთი, რომელიც ვალდებულება აიღო, რომ აქ ჯარები განელაგებინა ტრაქტატით, ხო? ანუ ეგ ყველას ავიწყდება და მაგას არავინ არ აკვირდებოდა, რომ რატო ჩავარდა საქართველოს აღა მაჰმად-ხანის ხელში ტრაქტატის დადებიდან 15 წლის თავზე, იმიტომ რომ რუსეთი ფიზიკურად არ დაეხმარა საქართველოს და არც დაეხმარებოდა, იმიტომ რომ მას სჭირდება შესაბამისი რაღაც პოლიტიკური სურათის ცვლილება. ხო, სანამ ჩვენს ძირითად თემაზე გადავალთ, მანამდე მაინც მინდა ერთ რამეს გავუსვა. ხაზი ადრე სადღაც წავიკითხეთ, წყარო არ მახსოვს, რომ რუსეთის იმპერიამ პირიქით აღა მაჰმად-ხანს იქით გადაუხადა 30,000 ვერცხლი, რომ ეს ლაშქრობა განეხორციელებინა თბილისზე. და ეს ამაზე გვაქვს რამე ისეთი მართლა წყარო? ესე თუ სუსტი წყარო რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ორი იმპერია არსებობს კავკასიაში და კასპიის ზღვისპირეთში მაგ დროს ერთია სპარსეთი, მეორეა რუსეთი და თუ არ არსებობს მათ შორის რაიმე რაღაც შეთანხმებები ან გავლენის სფეროები, შეუძლებელია ეს ერთიან და აღა მაჰმად-ხანი შემოვიდეს და გადმოკვეთოს მთელი ეს სახანოები, რომლებიც ესაზღვრება ქართლ-კახეთის სამეფოს, თუ არ არსებობს რაღაც პოლიტიკური ნება დიდ იმპერიებს შორის ყოველ შემთხვევაში და ცხადია რუსეთს უფრო მეტად ჭირდება დაფუძმაცებული საქართველო, ვიდრე მაგალითად ფეხზე მდგარი ძლიერი და ასე ვთქვათ განვითარების გზაზე მდგომი თავისი იმერეთის სამეფოთი, თავისი ქართლ-კახეთის შესაბამისად, ანუ დიდი რაღაც ფრთხილი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, რომ რა თქმა უნდა ეს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომ აღა მაჰმად-ხანი გაძლიერებულიყო კონკრეტულ ნაწილებში და კონკრეტულ ასე ვთქვათ დარგებში. კარგი. გასაგებია, მოდი ჩვენს ძირითად თემაზე გადავიდეთ. ბატონყმური მდგომარეობის შესახებ მე რა ინფორმაციაც მაქვს და რატომაც ამ თემით დავინტერესდი. ერთ-ერთმა წინა სხვა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ჩემთან ახსენა ისეთი საინტერესო ტერმინი, როგორც არის რეფეოდალიზაცია. ანუ თქვა, რომ რუსეთის იმპერიის შემდეგ საქართველოში მოხდა რეფეოდალიზაცია. ანუ მანამდეო ბატონყმური ურთიერთობა პრაქტიკულად უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე რეალურად იყო ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორც აღწერენ თანამედროვე და საბჭოთა ისტორიული წყაროები. და ზუსტად იგივე პროცესები მიდიოდა საქართველოს ფეოდალურ სამეფოში, რაც ევროპაში შეიძლება ცოტა ჩამორჩენილები ვიყავით, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური პროცესები მიდიოდა აქ. ამ საკითხზე ილია ჭავჭავაძესაც აქვს რაღაც წერილები დაწერილი, სადაც მიუთითებდა, რომ რუსული სისტემის შემოყრებამ საქართველოს მენტალობაში რაღაც პრობლემები შექმნა, ამ დამოკიდებულებაში დავები და გაუგებრობები წარმოქმნა. ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ თუ დროის ამბავში როგორ იქნება, მაგრამ საერთოდ საინტერესოა რა არის ცნობილი მე-18 საუკუნის ბატონყმურ ურთიერთობების შესახებ და რა შეიცვალა რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ, როდესაც ამის ლეგალიზაცია მოხდა და ფაქტიურად დამოკიდებულების ასე ვთქვათ თავიდან აცილება გახდა შეუძლებელი. ანუ რაც შესაძლებელი იყო მანამდე რომ ბატონი შეეცვალა და უშუალოდ გლეხს, ეს უკვე შეუძლებელი გახდა რუსეთის იმპერიის შემოსვლის. მე რაღაც ასეთ საკითხებზე მინდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე ჩაგეჭრები ხოლმე, ხანდახან კითხვით, მაგრამ ძირითადად სტუმარმა უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე. კეთილი, მადლობა. მოდი დავიწყოთ
გეოგრაფიით და გეოგრაფიული ნაწილით ამ შემთხვევაში. როცა საქართველოში ეს საქართველოს მიწებზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ფეოდალიზმი იწყება, ეს არის რაღაც გვიანი ანტიკური პერიოდი და გრძელდება მე-19 საუკუნემდე. ანუ როცა პირობითა და საფრანგეთის შემთხვევაში ხდება რაღაც საუბარი სიტყვის თავისუფლებაზე, მოქალაქის უფლებაზე, საქართველოს ამ დროს კვლავაც არის სივრცე და ტერიტორია, სადაც გლეხები საკუთარ სოფელს ვერ ცილდებიან. ანუ თუ კი მაგალითად მარსელიდან ადამიანი ჩადის პარიზში, რომ რაღაც პარიზის პოლიტიკურ ცხოვრებაში აითქვიფოს ან სოციალურ ან ეკონომიკურ ცხოვრებაში 1799 წელს პირობითად საქართველოში 1799 წელს ფიზიკურად გლეხები არიან ხალხი, რომლებმაც უფრო მეტი იციან მაგალითად იერუსალიმზე და გოლგოთას მთაზე, ვიდრე მაგალითად საკუთარ კუთხეზე და მხარეზე. და რატო? ხო, იმიტომ რომ ისინი დადიან ზერთად ეკლესიებში კვირა დღეს და ისინი ისმენენ რაღაც სახარებიდან თუ ბიბლიიდან სიუჟეტებს და ცხადია რომ მათი წარმოსახვადი გეოგრაფია უფრო იცნობს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და რაღაც ადრეული ქრისტიანობის ისტორიას და მოსეს და ეგვიპტის ამბავს, ვიდრე მაგალითად იმას თუ რა მოხდა 2 საუკუნის უკან ბაქტრიონის აჯანყების დროს. შესაბამისად ეს უბსკურული მოსახლეობის 88%, რომლებიც გლეხობას წარმოადგენს, საკმაოდ საგრძნობი არის. მაგდროს წერა-კითხვის ცოდნა თუ შეინიშნება გლეხობაში. ვიცი რომ რაღაც სკოლები არსებობდა მეფის ხელდასმით და არა მარტო ალბათ, მაგრამ გლეხობა თუ სწავლობდა წერა-კითხვას. სამწუხარო და გლეხობის თითქმის 88%, ანუ 88%, 99% წერა-კითხვის არ მცოდნე იყო. ძალიან მცირე ნაწილი იყო ეს რამდენიმე ბავშვი თითო მხარეში, ვინც სოფლის მღვდელმა, ასე ვთქვათ, გამოზარდა და წერა-კითხვა ასწავლა, მაგრამ ესეთი შეიძლება ყოფილიყო, რავი, თითოეულ სადროშოში ან მხარეში 4-5 ბიჭი. ქალები მით უმეტეს, ანუ გლეხის ქალები მით უმეტეს არ იყვნენ ამ წერა-კითხვაში ჩაბმულები. და საინტერესო არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ როცა საქართველოს იყო სხვადასხვა იმპერიულ, ასე ვთქვათ, დაქუცმაცების რკალში იქნებოდა ეს სპარსეთი იქნებოდა ეს ოსმალეთი თუ იქნებოდა ეს თუნდაც თემურლენგის შემდგომი პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად არავის არ შეუცვლია ადმინისტრაციული მოწყობა. ანუ არაბებიდან მოყოლებული მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, ანუ ქართველი ფეოდალები იყვნენ და ქართველი თავადები ადამიანები, რომლებიც გარდა ჯარის და სამხედრო საქმის ასე ვთქვათ, კურირებისა იყვნენ სამართლის სფეროშიც ასე ვთქვათ, პირველი ადამიანები, მოსამართლეები და მათ ევალებოდათ ადგილობრივი დავების განხილვა თუ ასე ვთქვათ, აღნუცხვა და რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ, ანუ ქრება ეს საერთოდ ცნება ქართლი, კახეთი, თა და პირობითად იგივე სამაჩაბლო თუ იქნება ეს სასიციანო თუ საამილახრო და ჩნდება ეწოდებული ახალი დაყოფა ეს ოლქები და უეზდები. ანუ შესაბამისად და მაზრები შესაბამისად, ხო? და შესაბამისად ანუ ეს ტერიტორიული მოწყობაც იცვლება და თუ კი ტერიტორიული მოწყობა იცვლება რუსეთის შემოსვლისთანავე, გამოდის რომ იცვლება სამართლის სისტემაც და სასამართლო სისტემაც, იცვლება სამხედრო სისტემაც და ამ ყველაფერში ქართველ თავადები ან დამორჩილდებიან რუსეთის იმპერიის პოლიტიკას და ისინი გახდებიან ფეოდალებიდან, ასე ვთქვათ, და თავადებიდან გადაკვალიფიცირდებიან როგორც იმპერიის ადმინისტრაციული რესურსი, ან დაკარგავენ ყველაფერს და გამომაწყენდებიან იმპერიას და იქნებიან რაღაც შემოდგომის ფეოდალები და შემოდგომის თავადები, როგორც თქვენ, რომლებიც ფლობენ ნაკლებ ქონებას, ნაკლებ საკუთრებას და ნაკლებ მაგაში ცოტა შევიტანდი, ვითომ ვინც არ დაემორჩილა რუსულ სისტემას, ისინი იქცნენ მხოლოდ შემოდგომის ფეოდალებად? მე მგონი ვინც არ დაემორჩილენ, ისინი სწორედ პირიქით აჯანყებებში მონაწილეობდნენ და ზოგი მათგანი გადაიხვეწა სპარსეთში თუ თურქეთში, იყო ეგეთი შემთხვევებით. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს 5 დიდი ოჯახი აღმოსავლეთ საქართველოში და 5 დიდი ოჯახის უკან პატარ-პატარა ფეოდალური საგვარეულოები და ის რომ მაგალითად 1802 წელს კახეთში ჯანყდებიან ფეოდალები რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ვხედავთ 2 წლის შემდგომ ან 10 წლის შემდეგ რომ იგივე ფეოდალები უკვე რუსეთის იმპერიის მხარდამხარ საკუთარ გლეხებს აწიოკებენ. თუ კი 1802 წელს შეშინდნენ კახეთის თავადები, რომ რუსეთის იმპერიული ადმინისტრაცია მათ
დაუკარგავდა ამ თავისი მამაპაპების მონოპოლურ პრივილეგიებს 12 წლის შემდეგ, როცა რუსეთ-ოსმალეთის ომები მიმდინარეობდა და რუსეთ-სპარსეთის, ეს ყველაზე ცნობილი ინციდენტი მოხდა, რომ რუსი ოფიცრები კახურ ოჯახებში შევარდნენ და წიოკეს მოსავალი წაართვეს და ძალადობის აქტები ჩაიდინეს, ხო? და მას როცა ეს გლეხობა აჯანყდა, ქართულმა თავადებმა დაიჭირეს რუსების მხარე. ანუ ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ მოახერხა მათი მოსყიდვა. მოსყიდვაც და გადაქცევა მეტნაკლებად უკვე ამ ადმინისტრაციულ რესურსად. და ამას მოყვა მაგალითად ის რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც დღეს რაღაც ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურა და რაღაც რომანტიზმის სახე, იღებს ჯილდოს საკუთარი გლეხების დახოცვის გამო რუსეთის ხელისუფლებისაგან. ანუ ფაქტი არის, რომ ქართული ფეოდალური ოჯახები მეტნაკლებად აი იმ ნახევარ საუკუნეში შემოსულიდან მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დასრულებამდე იქცნენ ამ რუსული ადმინისტრაციის ნაწილად და თითო როლა ქართული თავად თუ იქნებოდა, ვინც უბრალოდ აი თავისი მცირე გლეხებით, თავისი მცირე მიწით იყო პროტესტში, იყვნენ 1-2 ჯამბო კრორბელიანი, 1-2 ამილახვარი, დანარჩენები ყველანი ერთიანად ჩაუდგნენ ამ იმპერიის ხელისუფლებას მორჩილებაში. მეტიც დოკუმენტებიც კი რაღაც შექმნეს ხელახლა, ზოგიერთი გააყალბეს, რომ დაემტკიცებდნენ თავიანთი ისტორიულობა, თავიანთი სიძველე და თავიანთი მნიშვნელობა ახალი ხელისუფლებისათვის. რუსეთისგან მიიღოთ ინდულგენცია როგორც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები გლეხების პატრონების. ხო, გასაგებია მოსყიდვის სქემას მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ რეალურად რა შეიცვალა გლეხის ცხოვრებაში, რა შეეძლო მე-19 საუკუნეში და აღარ შეეძლო რა შეეძლო მე-18 საუკუნეში და აღარ შეეძლო მე-19-ში, ან რა არ შეეძლო და შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა გლეხისთვის. ეს ვლაპარაკობთ, სანამ გაუქმება მოხდება ბატონყმობის. 1801 წლამდე მაგალითად ქართულ გლეხებს ჰქონდათ პატრონის არჩევის საშუალება, მაგალითად იყვნენ საეკლესიო გლეხები, იყვნენ სათავადო გლეხები, იყვნენ თავისუფალი გლეხები. ამ შემთხვევაში რომლებიც მეტნაკლებად ეს თავისუფალი გლეხები ყველაზე ნაკლებად იყვნენ წნეხში ამ ფეოდალური ცხოვრების. და 1801 წლიდან მოყოლებული. ეს მოდი ეს ცოტა დავაზუსტოთ, რას ნიშნავს პატრონის არჩევა. მაგალითად იყო გლეხი, რომელიც ეკუთვნოდა ამილახვარს სიტყვაზე და შეეძლო თუ არა ერისთავის გლეხად ანუ ზუსტად მაგას ვუძღვოთ, პირობითად თუ არის ციციშვილები, შეუძლია მაგალითად ამილახვრების გახდეს, ან აიყაროს მოკლედ და გადაბარგდეს ან გადაცხოვრდეს. მეორე შემთხვევა ის რომ არ შეუძლია მებატონეს ხელი შეუშალოს მის გადასახლებას. ერთადერთი შემთხვევა, ანუ შეუძლია ცხადია, მაგრამ თუ არსებობს თანხმობა ახალი თავადის მხრიდან, რომ ეს გლეხები იყვნენ მის მამულში, შეუძლია რომ ეს გადაადგილება დაიწყოს. მეორე უფრო საინტერესოა ის, რომ საეკლესიო გლეხები, რომლებიც ეკლესიის მიწებზე იყვნენ მემაგრებულები, 1801 წლამდე რაც იყვნენ შედარებით ასე ვთქვათ, ნაკლებად წნეხში, მაგრამ როგორც კი რუსული ხელისუფლება შემოდის, უქმდება საეკლესიო გლეხების ფენომენი და ამ გლეხებს ეუბნებიან, ან მიწახვალთ ხა თავადების მიწაზე და იქ გადაცხოვრდებით, ან გახდებით სახაზინო ან სახელმწიფო გლეხები და იქნებით ამ სახელმწიფო მიწებზე მიმაგრებულები. გარდა ამისა, იცვლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ეს სამართლის ძიების ამბავი. თუ კი 1801 წლამდე ქართულ გლეხს შეეძლო, რომ საკუთარი თავადისგან ან საკუთარი ეთნიკური ჯგუფისგან მოეთხოვა სამართლისა და უსამართლობის გამოძიება, 1801 წლიდან უკვე რუსული ადმინისტრაციის ხელში აღმოჩნდა. ან ქართველი გლეხი უკვე არათუ საკუთარ ენაზე ითხოვდა სამართალს, არამედ მას უნდა ეპოვა სამართალი რუსებისაგან, უნდა ეპოვა მას თარჯიმანი, მთარგმნელი, ვინც დაეხმარებოდა ამ ენობრივ. თარჯიმანი ერთია და მეორე უფრო შორს არის და უფრო ძვირია, ხო ის? ხარჯები იზრდება დროც და იზრდება ასევე სამართლიანობის ძიების ხარისხიც, ანუ უფრო ცხადი ხდება, რომ მაგალითად თუ კი ქართველ გლეხებს შეეძლოთ 1780-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილების მეფემდე მიტანა და ერეკლე მეორემდე ამის მიტანა 1801 წლის შემდეგ უკვე ფიზიკურად ვეღარ ხდება. ანუ სამართლის მეფის ნაცვლამდე მისვლა უფრო ძნელი იყო, ვიდრე უფრო რთულდება, უფრო პრობლემური ხდება, იმიტომ რომ კავკასიის
ასე ვთქვათ, მართლობა ბევრ სხვა საქმეს მოიცავს, ეს დროში იწლება ბიუროკრატია და როცა საქართველოს უფრო მეტად იყო რაღაც ერთი მეფსა და ერთი ხელისუფლების ქვეშ, ბევრად უფრო მარტივდებოდა მთელი რიგი პროცედურები სამართლისა და უსამართლობის გამოსარკვევად, ვიდრე 1801 წლის შემდგომ. და კიდევ ერთი დეტალი ეს არის, რომ გლეხებს ქონდათ ასე ვთქვათ, უფლებები დარეგულირებული ვახტანგ მე-6 სამართლით იქამდე. ახლა უკვე ქართველი გლეხი, ისე როგორც ქართველი თავადი, ამ რუსული ადმინისტრაციის მარწყვეტში ხო, ეგ დასაგებია, რომ რუსული ადმინისტრაციის სამართალი შემოვიდა, მაგრამ მე მინდა დავინახო რა განსხვავება იყო ვახტანგ მე-6 სამართალსა და რუსულ სამართალს შორის, რა შეიცვალა გლეხისთვის ამ პირობებში, რაც აღნიშნეთ იმის გარდა. დასჯის ფორმები. პირველ რიგში ეს არის, დასჯის ფორმები გახდა უფრო კაცრი, უფრო დამანგრეველი და ამ მაგალითად ჩვენ ვხედავთ მაგალითად იმ გადასახლებულ გლეხებში, რომლებიც ციმბირში გადაასახლეს პირობითად 1850-იან წლებში. ვახტანგ მე-6 ციმბირში ვერ გადაასახლებდა შესაბამისად, ანუ და მათი მოპყრობაც და მათი უფლებების საკითხიც ბევრად დამძიმდა. იმიტომ რომ თუ კი ქართველი გლეხი აჯანყდებოდა, უბრალოდ ყოფილს გამოთქვამდა 1750-იან წლებში, ის თავად წინააღმდეგ მიდიოდა და შედარებით მარტივად შეიძლებოდა მისი შეწყალება და მისთვის რაღაც პატიება და 1800-იან წლებიდან უკვე ქართველი გლეხი უპირისპირდება როგორც იმ თავადს, რომელიც მიწაზე ცხოვრობს, ესე ამავდროულად უკვე იმპერიასაც და იმპერიისადმი რაღაც წინააღმდეგობა ბევრად ძვირი ფასი ჯდება, ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც ბაგრატიონის მმართველობის დროს. და ისევ და ესაა ეს გეოგრაფიული პრობლემა, რომ იგივე დარჩა პრინციპში გეოგრაფიის საკითხი. ქართველი გლეხები საკუთარ სოფლებს ვერ ცდილდებიან, სანამ ბატონყმობა არ გაუქმდება და შესაბამისად ეს ქართველობის შეგრძნება, რუსინი არიან ქართველები და ქართველი გლეხიც ისეთივე ქართველია როგორც იმერელი გლეხი ან გურული გლეხი, მაგის განცდა არ აქვს და ეს ქართველობის სენტიმენტი არ არის. ერთიანი ლაშქრობები ხო იყო ხოლმე კაცო. ერთიანი ლაშქრობები იყო, მაგრამ ლაშქარში გლეხი გადიოდა თუ აზნაურების მოვლენა. ლაშქარში არ იყო იმ არტიმიზეს გამო, რომ გლეხისთვის რო იარაღი მიეცა თავადს, ეს გლეხი შემოტრიალდებოდა და მე ამ თავადებს წააცლდა თავს იმ არტიმიზეს გამო, რომ ისე აჯანყებები არის დაფიქსირებული მე-18 საუკუნეში. ანუ აჯანყება საკუთარი თავადის ან მეფის წინააღმდეგ. თითქმის არ ხდება აჯანყებები და თუ ხდება რაიმე სახის პროტესტი, ეს არის მხოლოდ ინდივიდუალური, ანუ ლოკალური. ხო, ეს გვარების შექმნის ისტორია საიდანაც მოდის, რომ ერთმა გლეხმა მოკლა თავადი, მერე წავიდა სხვაგან, თორე ეს 5 კაცი რო წამოდგეს, ან თუნდაც 10 კაცი როგორც სიმღერა რო არის ჩაუხდეთ მუხამბატოს. აი ჩაკულოზე უნდა ხო, ანუ ერთია ფოლკლორი და სურვილი და მისწრაფება და მეორეა პრაქტიკაში რა. ანუ რეალურად ისტორიული დოკუმენტები არ დასწრებდა რომ კავშირი ძალიან ამის აქედან შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ რომ რეალურად კი იყო რა თქმა უნდა ბატონყმობა და იყო გლეხთა ჩაგვრაც, მაგრამ ისე სასტიკი არ იყო რომელსაც აჯანყება უნდა მოყოლოდა, თორე ის რომ ქართველი გლეხი ამჯანყებელია გამოჩნდა უკვე მე-19 საუკუნეში, ხო, როცა უკვე დამძიმდა ვითარება დაუშვათ ის რაც აქამდე თქვით აღარ შეეძლო არჩევანის გაკეთება, სხვასთან გადასვლა, ან რაღაც გარკვეული ისინი სამართლის განჩინება იქნებოდა თუ რაღაცა შესაძლებლობები წაერთვა და პლუს კიდე ბეგარა გაეზარდა მე რამდენადაც ბეგარა გაეზარდა და თავარი ანუ აი ეს პირველი გლეხთა აჯანყება რომელიც გვაქვს სერიოზული და მასშტაბური ხდება მთიულეთში და მთიანეთში. ისინი ბატონო გლეხები იყვნენ საერთოდ და უცებ აღმოაჩინეს რომ აი ვახტანგ გორგასლის დროიდან რომ კაციშვილი არ ამოსულა შენთან და არაფერი არ მოუთხოვია, უცებ ახლა რუსები გადმოდიან ჩრდილოეთ კავკასიიდან და გეუბნებიან შუა ზამთარში რომ თოვლი უნდა ახვეტო, გექცევიან არა ადამიანურად, გაჭმევენ რაღაც აზიზღრობებს, რომლებიც არანაირ ადამიანურ გაგებაში არ წერია, რაღაც სხვა შინაური ცხოველების, რომლებიც არ გამოიყენება საკვებად, აი მათი ხორცი და ასე შემდეგ და ეს ხალხი გაგიჟდა ფაქტობრივად, რომ ანუ რა ხდება ჩვენს თავს და საინტერესოა ის რომ არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველები არიან ეს გლეხები, ვინც ჯანყდება 1804 წელს, არამედ ეთნიკურად ოსებიც. იმიტომ რომ ეს დარიალის მონაკვეთზე ოსები ამ დროს უკვე გადმოსული არიან საქართველოში ცხოვრობენ. გადმოსულები ნაწილი არის გადმოსული და ნაწილი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც აი დღევანდელი ლარსის ქედის ლარსის საზღვაო პუნქტის გარშემო არის. ეს ბევრად შერეული ნაწილი იყო. ტერიტორია ვლადიკავკასა და დაბა ყაზბეგს შორის უფრო ჭრელი იყო
ეთნიკურად, იმიტომ რომ ქართულოსური ოჯახები ძალიან ბევრი იყო, მოხევეები და ოსები, ქრისტიანი ოსები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიცით რომ იქამდე მუსლიმი ოსებიც არსებობდნენ. და პირველი შოკი ხდება მაშინ რომ ესენი ვინ არიან? ანუ ჩვენს წინაპრებს, რავი, ვახტანგ გორგასალი გვერდში იყენებდა და დარიელზასაცავად იყენებდა. აი ხა ეს რუსები მოდიან და ყველანაირ უღირსად იქცევიან და მე ეს ჩანს აი ალექსანდრე ყაზბეგის რამდენიმე მოთხრობაშიც სწორედ რომ აი ამ მასზე წერს. იგივე მოხდა 1812 წელს, როცა კახეთში გლეხები ააწიო რუსეთის იმპერიამ. იქ უკვე ეგზეკუციის ამბავი იყო, რომ მოსავალი უნდა აეღოთ. და 1819-20 წლების ამბავი დასავლეთ საქართველოში, როცა რუსები აპირებენ მიწის რეფორმის გატარებას და მიწების რაოდენობის შემცირებას ქართველ თავადებისა და ეკლესიისათვის. და მაშინ გლეხებიც ეკლესიაც და თავადაზნაურობას ჯანყდება მეტნაკლებად. შემცირებაში რა ეგულისხმება სახელმწიფო გამგებლობაში გადაეცეს მიწები და ნახეთ მანდ როგორი ეს კლიმატური ამბავია, რომ დასავლეთ საქართველოში მცირე მიწიანობა ესეც მჭაობების გამო და კლიმატის გამო მიწები შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ ამ ეს მიწები ან დაჭაობებულია, ან არ გამოიყენება მოსავლისათვის და ეხა რუსები აპირებენ რომ რაც არის ისიც შეამცირონ და ამას მოყვება აჯანყებები. და შეუძლებელი არ ვახსენოთ აქ ერთი კარგი ესეთი დავიწყებული ქართველი კაცი ამ ქართულ გლეხებზე ლაპარაკისას, როგორც არის დანიელ ჭონქაძე. ეხლა ჩემმა თაობამ საერთოდ არ ისწავლა სკოლაში სურამის ციხის ამბავი და ძალიან საინტერესო არის რომ სურამის ციხეს მეტნაკლებად ყველა ეპოქაში გარდა დამოუკიდებელ საქართველოსი ქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ გამოხმაურება. თერგდალეულების ასე ვთქვათ პერიოდში დაისტამბა პირველად წიგნად, ან მიუხედავად იმისა, რომ 1859 წელს გამოიცა დანიელ ჭონქაძის სურამის ციხე, სადაც რომელიც წელს გამოიცა? 1859 წელს გამოიცა. ამ დროს ილია და მის თაობა ჯერ პეტერბურგში არიან ჯერ და აი როგორც გიორგი ერის თავი წერდა, აფეთქებულ ყუმბარას გავდაო ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ ქართველმა თავადებმა თავის თავი დაინახეს როგორ ექცევიან გლეხებს და როგორ ასე ვთქვათ ეპყრობიან ამ იმპერიალიზმისა და ამ ფაქტობრივად ძალაუფლების სამყაროში, რომელიც არსებობს. არა, სურამის ციხე ხო რუსეთის იმპერიის პერიოდს არ ეხება ის უკვე. არ ეხება, მაგრამ საქმე ეს არის, რომ ანუ იქ ქრონოლოგია არ ჩანს ზუსტად, მაგრამ აწმყოსთვის იმდენად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, ანუ ძალადობის ფორმები იყო აღებული მე-19 საუკუნიდან და სიუჟეტი იყო აღებული შედარებით მე-16-17 საუკუნის ამბებიდან, იმიტომ რომ ხო, იქ კონკრეტული მმართველის სახელი არ არის ნახსენები. არ არის ნახსენები. და ანუ გამოვიდა პირველად 1859 წელს და უკვე აი 1870-იან წლებში ესე ხელახლა დასტამბეს თერგდალეულებმა. და მე ფილიპე მახრაძესაც კი აქ დაწერილი ამ წიგნზე თავისი კვლევა. პირველ რესპუბლიკის პერიოდში უზომოდ პოპულარული იყო დანიელ ჭონქაძე, იმიტომ სემინარიელი იყო ყველაფერთან ერთად და როგორც მენშევიკის სემინარიელებისთვის ეს იყო მათთვის რაღაც პირველი თაობის თავდადებული კაცი. სადაც საბჭოთა პერიოდმა საერთოდ ფილმები გადაიღო ამაზე, ეს უხმო ფილმები სურამის ციხეზე. და დღეს საერთოდ არ გვახსოვს ეს ადამიანი, არ და ზამთროვანია, იმიტომ რომ გლეხების საკითხი, რომლებიც რაღაც პოლიტიკური ცნობიერებს არ მქონეები არიან და მარტივად იჯერებენ რაღაცებს, აი მაგის მოხელთება გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე აგრარული საზოგადოება ვართ და დღემდე უნდა გავიაზროთ ჩვენი აგრარული პრობლემა რა შემდგომარეობს, ხო? და შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი საკვანძო და გარდამტეხი ტექსტი არის ქართული ფეოდალიზმის გაგებისათვის დანიელ ჭონქაძის სურამის ციხე, რომელიც არც რუსებს არ მოეწონათ, არც საინტერესო ისაა, რომ მე არც გამხსენებია სურამის ციხესმდე რომ მისულიყავ, ახლა რომ ახსენე, ვიხსენებდი რა სიუჟეტია მასში. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მახსოვს, რომ ადამიანის კედელში ჩატანება ხდება რაღაც უფრო დიადის თითქოს დიადი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით. მაგრამ აი რეალურად იქრები ხდება და სიუჟეტში ზუსტად აღარ მახსოვს და შერახან მეუბნები რომ ის არის ეს გადასახედი მოხელ თავიდან. რა ხდება იმაში? საერთოდ აუცილებლად მე მგონი რომ მთელი პრობლემა ჩვენი საბჭოთა კავშირიდან გამოსulis შემდგომ არის რომ ჩვენ იგივე ავტორებს ვკითხულობთ, იგივე ქართულ ავტორებს ვკითხულობთ, რასაც ვკითხულობთ საბჭოთა პერიოდში. ანუ
ან იგივე ტრადიციით ვკითხულობთ. ჩვენ მაგალითად ლავრენტი არდაზიანი, დანიელ ჭონქაძე და ბევრი მაგალითად ისე როგორც ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა, ნილი ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა ვერ აღმოგვიჩენია ჯერ და ესე ამ ოთარაუნდ ქრივის და კაკო ყაჩაღის სამყაროში ვცხოვრობთ. გადასარევია, კარგია, ლიტერატურულად ღირებულია, მაგრამ ეს ხალხი უფრო მეც წერდა და უფრო საინტერესო რაღაცებს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეს არის ოთარაუნდ ქრივში ბევრი პასაჟია ძალიან საინტერესო, თუნდაც იგივე დღევანდელი თემის იმითაც ჩატენხილხიძე როცა ლაპარაკობს, ილია სწორედ მაგას მსხავს, რომ დაპირისპირება კი არ უნდა იყოს გლეხსა და თავჭერს, როგორმე ხიდი უნდა გაიდოს და მათ შორის დაკავშირება უნდა მოხდეს, რომ ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბდეთ, როგორც ასეთი. მაგრამ ეგ უკვე ასახვა და პრინციპში სხვა რამეებიც ბევრია საინტერესო მაგას უკვე სხვა გადაცემის თემაზე რო არ გადავიდე, აღარ ჩავღრმავდები. რა ხდება, მოდი დავუბრუნდეთ იმას, რა ხდება 64 წლის მერე, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, ერთბაშად კი არ მომხდარა გათავისუფლება, მაგრამ 64-დან დაიწყო საქართველოში, რუსეთში 61-დან დაიწყო. 64-დან დაიწყო ოფიციალურად კანონით გაუქმდა ბატონყმობა. ხო, რა ხდება ამის მერე? პირველ რიგში ქართული თავადაზნაურობა იყოფა რამდენიმე ბანაკად და არის აზართა სხვადასხვა იმაზე თუ როგორ გატარდეს მიწის რეფორმა ბატონყმობის გაუქმების შემდგომ როგორც ქართლ-კახეთში ისე დასავლეთ საქართველოში, სადაც ცოტა მოგვიანებით გაუქმდა ბატონყმობა და ერთ-ერთი მთავარი საკონცო ფიგურა აქ არის ილია ჭავჭავაძე, რომელიც ითხოვს, რომ გლეხები განთავისუფლდნენ ბატონყმობიდან, მიწებიანად, რომ მათ ქონდეთ ელემენტარული სარჩო და საკუთრება, რომ ისინი გახდნენ გლეხობიდან პოტენციური მოქალაქეები. ანუ ეს საკუთრების გაგების საკითხი ილია ჭავჭავაძის პოლიტიკურ დღესასწაულში არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, რომ შენ თუ არ გაქვს საკუთრება და შენ თუ არ ფლობ რაიმე ისეთს, რომელიც დიდი საზოგადოების ნაწილი ამ შემთხვევაში საკუთრებას და დაუფლებ პოლიტიკურ უფლებას, შენ ფიზიკურად ვერ გახდები მოქალაქე, იმიტომ რომ შენ უნდა გქონდეს განცდა იმის, რომ რაღაცას კარგავ. და აი ამ იდეას ემსახურებოდა ის რეალურად ვერ გახდები მოქალაქე და რეალურად ხმის უფლებაც არ უნდა გქონდეს თუ არანაირი საკუთრება არ გაგაჩნია, ხო? იმიტომ რომ ანუ პასუხისმგებლობა არ გექნება, ხო? ცენზი არსებობდა მაშინ. ცენზი არსებობდა. და ნუ რა თქმა უნდა გლეხები ფაქტობრივად 1920 წლამდე საქართველოში მიწას ვერ იღებენ. 1000 რო არა რუსეთის თებერვლის რევოლუცია და მერე აქ უკვე თებერვლის რევოლუციისდან ოქტომბრის გაატრიალებამდე არსებული პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობას ფიზიკურად ვერ გამოცხადებდა, იმიტომ რომ ეგზისტენციალური საფრთხე, ბმა განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. და აი უკვე ჟორდანიას ხელისუფლების პერიოდში უკვე სრულდება ეს აგრარული რეფორმა. ხო, არ მინდა გამოვტოვოთ ის ფაქტი, რომ ილიამ მიწებიანად გაათავისუფლა გლეხები და კიდე რამდენიმე თავადი იყო და რამდენად დიდი იყო ასეთების პროცენტი საქართველოში. ჯამში 10 თავადი თუ იქნებოდა ამხელა საქართველოში. აი ზუსტად 10 ადამიანი, ვისაც იყო მაგის გამბედაობა. ანუ გვაქვს ისტორიული მონაცემები ამ საკითხზე? რო აი 20 და 30 ოჯახი რო ყოფილიყო საქართველოში, ნამდვილად თავს მოვიტყუებთ. დაახლოებით 10-მდე ადამიანი იყვნენ შიდა-ქართლში, რამდენიმე იყო კახეთში. ილია ჭავჭავაძის ოჯახი და აი ამ რაღაც ჯამში 9-10 ოჯახით ამოიწურება ეს ყველაფერი, რომლებიც მეტნაკლებად ამას აკეთებდნენ და შესაბამისად ანუ ეს ქართველი გლეხები არიან უმიწოდ განთავისუფლებულები, ეგრე გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძემ საქართველოში და ტოლსტოიმ რუსეთში თავის გლეხებს მიწები დაურიგა და ეხლა რა ხდება, რომ 1864 წელი არის რაღაც და ზოგადად ბატონყმობის გაუქმება რაღაც დიდის ნაწილი. და ეს დიდია რუსეთში მიმდინარე იმპერიული გარდაქმნები. რის დროსაც ხდება ქალაქების ზრდა, ინფრასტრუქტურების ცვლილება და განვითარება და ეს ქართველი გლეხები ხდებიან ავტომატურად უკვე სეზონური მუშები. ისინი ჩამოდიან დიდ ქალაქებში. ერთი ასეთი არის თბილისი, მეორე ასეთი გახდება ძალიან მალე ბათუმი, სადაც ისინი სეზონური მუშები არიან. ანუ ბათუმი მაგ დროს უკვე იქცა დიდ ქალაქად. 1870-იანი წლების მიწურულიდან უკვე, როცა დასავლეთ საქართველოში ჯერ უქმდება ბატონყმობა და მერე აჭარა შემოერთებს რუსეთის იმპერია, ბათუმის პორტი ხდება ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურა კავკასიაში. ისე როგორც მაგალითად ფოთი ხდება რკინიგზის გამო და პორტის გამო და ნიკოლაზის პერიოდში და ეს 4 ქალაქია სემლოში კავკასიაში, სადაც
ეს გლეხების შედინება ხდება. ერთი არის თბილისი, ბაქო, ბათუმი და ფოთი, სადაც ეს ყველაფერი მეტნაკლებად ხდება. ქუთაისში როდის მოხდა ჩასახლება, მაგალითად იქ ბანკიც გაკეთდა რაღაცები ხდებოდა ქუთაისში. ქუთაისში ინდუსტრიალიზაციის ამბავი შედარებით გვიან იწყება და ბანკი გაკეთდა თავადაზნაურობისათვის ამ შემთხვევაში და არა გლეხებისათვის. ანუ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის რომ ბანკმა იმუშაოს, საჭიროა რომ იქ რაღაც აქტივობა იყოს, ხო? ამ შემთხვევაში ძირითადად ხდება ქუთაისის ათვისება 1880-იანი წლების შემდგომი პერიოდიდან. უფრო მეტად მიუხედავად არსდება სხვა ორგანიზაციები და მოკლედ რო ვთქვათ, ანუ ამ ქართული გლეხების ბედისწერა როგორ მიდის, ისინი ხდებიან სეზონური მუშები, თბილისში ჩამოდიან, იწყებენ რკინიგზის სამმხრივებში მუშაობას და აღმოაჩენ ერთ მარტივ მათთვის უჩვეულო ამბავს. რომ ისინი ქალაქში არიან უმცირესობა, იმიტომ ქალაქის ეკონომიკური ხერხემალი არის ეთნიკურად სომხური ბურჟუაზიის ხელში, ხოლო პოლიტიკური ძალაუფლება არის რუსული ადმინისტრაციის ხელში. და როცა ქართველი გლეხები რაღაც მძიმე შრომით პირობებში ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში მათი ასე ვთქვათ, გამოსვლები ამას მეტყველებს, რომ ისინი აღიქვავენ თავს ჩაგრულ მუშებად, რომლებსაც ერთი მხრივ ებრძვის სომხური ბურჟუაზია და მეორე რუსული ადმინისტრაცია. აი ამ ორი მხრივ დაპირისპირებაში ისინი ხდებიან უკვე ქართველი ნაციონალისტები, რომლებიც იაზრებენ იმას, რომ ოღონდ პრიმიტიულ დონეზე ნაციონალისტები, რა რომ სომეხი ეთნიკურად მტერია, იმიტომ რომ ეკონომიკურად ჩაგრავს და რუსეთი სამხედრო ძალით ჩვენს დემონსტრაციებს არბევს. იგივე ხდება ბათუმშიც. როცა აღმოაჩენ რომ რუსული ადმინისტრაცია, რომელიც იარაღითა და ხიშტებით ებრძვის ქართველ მუშებს, არიან მათი, ასე ვთქვათ, ფიქრობ რომ ამ დროს იდენტობის გააზრება უკვე ხდებოდა? კი, ოღონდ ჯერ იყოს ამ ასეთი ჯერ კლასობრივად გააცნობიეროს, რომ ასე ვთქვათ, სხვა ღარიბი ფენა არის ეს და რუსები არიან მდიდრები და ძალაუფლების მქონეები, ისე როგორც სომეხი ვაჭრები და ამ კლასობრივ იდენტობას სოციალ-დემოკრატებმა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, დააშენეს ეს ნაციონალიზმის სენტიმენტები. ანუ რეალურად ილია ჭავჭავაძემ მოხაზა ქართულ ნაციონალიზმის თეორიული ჩარჩო ნიკო ნიკოლაძესთან ერთად. ამას მოყვა ის, რომ ამ ნაციონალიზმის პროექტმა გლეხობა მეტნაკლებად ვერ მოიცვა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული ნაკლებობა იყო ამ ყველაფრის, ანუ სკოლებს წაგეთ საზოგადოება ვერ აარსებდა გლეხებისათვის იმ დონეზე, რამდენიც საჭირო იყო, იმიტომ რომ რესურსები არ ქონდათ და რუსეთის მიერ გახსნილი რკინიგზები, პორტები და ასე ვთქვათ, დაწებული ურბანიზაცია გახდა უნებლიენ მარცხი იმპერიისათვის, რომ ამან მოიზიდა უკვე უმიწო უფლებო წაგეთოს ამსოდნენ გლეხები და ეს გლეხების მასა, რომლებიც გარდაიქმნა მშრომელებად და მუშათა კლასად, თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ საქართველოში და ჟორდანიამ. და ჟორდანიამ ამ ქართულ მენშევიკებმა განსხვავებით ბოლშევიკებისგან ამ გლეხებს ასწავლეს წერა-კითხვა, ასწავლეს არა ეგ ბოლშევიკებმაც გიქნეს მე. ხო, მაგრამ მან და სხვა არის, რომ ვინ რაზე ელაპარაკება. ხო, წერა-კითხვა ასწავლეს იმისთვის, რომ მათი იდეოლოგიური წაეკითხათ და მათი ხაზი გატარებულიყო. და ჟორდანიამ ასწავლა ამ შემთხვევაში, რომ აი ვეფხისტყაოსანიც არსებობს და არსებობს ისიც და ნუ ცხადია ჟორდანიის კიდე ეს ვიღაცა მასწავლა, ხო, თავის როცა და ჟორდანია არის ილია ჭავჭავაძის პროექტის გაგრძელება. ოღონდ ამ პროექტს მერე მოყვა უკვე ეკონომიკური გადასხვაფერება. ილია ჭავჭავაძეს და ჟორდანიას სერიოზული დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთთან. კი, მაგრამ ეს არ იყო მაინც პოლიტიკური დაპირისპირება, ეს იყო ეკონომიკური პოლიტიკის თანხმედრა არ არსებობდა მათ შორის. ხო, არ ვიცი, თუ გაქვს მაგათი პოლემიკით გაწაკითხული მაქვს და ძალიან აი მაგალითად ხო არსებობს ეგეთი ხედვა სხვა შორის, რომ ილია ჭავჭავაძეს და ჟორდანიას არაფერზე თანხმობა არ აქვს. ისე როგორც აი მაგალითად არჩილ ჯორჯაძეს და ჭავჭავაძეს და ჯორჯაძეს და ჟორდანიას. და რო ჩავხედოთ ქართულ პუბლიცისტიკას, არავის ისე არ აერთიანებს ორი საკითხი, როგორც ჟორდანიას, ჯორჯაძეს, ჭავჭავაძეს და პირობითად სხვა ქართულ მოაზროვნეებს, როგორც არის რუსული ადმინისტრაციის საკითხი კავკასიაში. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რის გამოც ყველა ჯგუფი ერთ აზარზეა. და მეორე არის სომხური ბურჟუაზია, რომელიც არც ილია ჭავჭავაძეს არ უყვარს დიდად, არც ასე ვთქვათ, ჯორჯაძეს და არც ჟორდანიას. და ყოველს თავისი მიზეზი აქვს, რატომაც არ უყვარს და ამაზე სულ თანხმობა აქვს. და ჟორდანიასთვის სომეხი ბურჟუაზია არის რუსეთის იმპერიის ეკონომიკური გამაძლიერებელი.
ჯორჯაძესთვის არის სომხური ბურჟუაზია, რაც არ უნდა უცნაური იყოს ქალაქში ხმების წარმართმევი, საკრებულოებში და თვითმმართველობის ორგანოებში და ჭავჭავაძისთვის არიან სომეხი ბურჟუაზია, ვინც ქართველი თავადების მიწებს ყიდულობს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სპეციფიკურ საკითხებზე ვერ თანხვდებიან, ვერც ჯორდანია, ვერც ჭავჭავაძე, ვერც ჯორჯაძე, სამივეს არის ანტირუსული განწყობა და ეს ძალიან გასაგებია. კარგი, ჩვენ ახლა ძალიან ასე ვთქვათ წინ წავედით, ეს ალბათ კიდე სხვა გადაცემის თემა უნდა იყოს და არ მინდა რომ ძალიან დავცილდეთ. 64 წლის ვითარება რომ მოხდა, ან როცა გლეხების გათავისუფლება მოხდა, თუნდაც მიწიანად ამ გლეხებს მაინც არ შეეძლოთ სათავადაზნაურო ბანკში სესხის აღება. ეს რამე იურიდიული პრობლემა იყო თუ რატო ხდებოდა? ახლა მე არ მგონია რომ ილიას სესხი არ მიეცა გლეხისთვის, თუ კი მას გირაოს ჩასადები მიწა ქონდა სიტყვაზე. ხო და რანაირად ხდებოდა, რანაირად რეგულირდებოდა მაგ პერიოდში. ანუ გლეხის მდგომარეობა გამოდის მძიმე იყო არა მარტო იმით, რომ ის დაუშვათ მიწას არ ფლობდა, თუნდაც რომ ფლობდა, მაშინაც კი რაღაც პრობლემები ჰქონდა აზნაურისგან განსხვავებით დაუშვათ. აქ არის პირველ რიგში საბანკო პოლიტიკის ხედვა. ამ ბანკის სახელში პირდაპირ ჩანს, ეს არის განკუთვნილი კონკრეტული ჯგუფისათვის, თავადაზნაურებისათვის. მეორე არის, რომ ცხადია მაგალითად არსებობს აგრობანკი, მაგრამ აგრობანკი არ ნიშნავს, რომ სხვას არ მიცავს კრედიტს, ხო? მეორე პრობლემა, რასაც ხედავთ, ეს არის, რომ გლეხებს არ აქვთ იმხელა მოცულობის მიწები, რომ ღირდეს მათთვის, ასე ვთქვათ, გრძელვადაში გადაცემა, ანუ ვერანაირად ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმს, საკუთრების კრიტერიუმს, რომ მათ რაიმე მიიღონ ამ შემთხვევაში ამ ქართული პირველი საფინანსო სისტემისაგან, რომელიც იყო დამოკიდებული და არა. ჩვენ ესე იგი მივიდივართ იქამდე, რომ საკუთრებას სანამ არ ფლობს, მანამდე ნებისმიერ ვარიანტში პრობლემა ექნება, ხო? ხო და რამე იურიდიული ისიც ხო არ იყო აკრძალვას, დაუშვათ იქნებ სათავადაზნაურო ბანკად რო იყო და რეგისტრირებული, არ ქონდა უფლება გლეხისთვის მიეცა კრედიტი. იყო რამე ეგეთი. თვითონ ეს შიდა დამოკიდებულება გლეხებისადმი მიუხედავად თუ თერგდალულები ქვიათ ამ ხალხს, მეტნაკლებად მაინც არსებობს რაღაც მხრივ უნდობლობაც ყველაფერთან ერთად. და ანუ ესე იურიდიული არ არის გამოკვეთილი, მაგრამ ის რომ მაგალითად ქართულ თავადსა და გლეხს შორის რაღაც დიდი სხვაობა არის, ეგ ქონათ გააზრებული და მთავარი мотиваცია ბანკის რა იყო, ხო? ამ ბანკის დაარსების. ამ ბანკის დაარსების мотиваცია იყო არა თუ გლეხების გაძლიერება, არამედ ის რომ ქართული თავადაზნაურობის მიწები არ აღმოჩენილიყო რუსებისა და სომხების ხელში. ეგ გასაგებია. ამიტომ мотиваციის თანხმედრა. მაგრამ გლეხის მიწა რო აღმოჩენილიყო სხვების ხელში, ეგეც რა იგივე პრობლემა არ იქნებოდა. ფართობია სხვა. მაგრამ უბრალოდ რახან ძალიან მცირე მიწიანობა ჰქონდა, მაშინ შეიძლება მაგ მიზეზი იყო, რაც ფართობი და ესე მოცულობა. კარგი, მოდი შევაჯამოთ ახლა მოგლეთ ვთქვათ ისა ასე ვთქვათ პუნქტების სახით მე-18-19 საუკუნეების მდგომარეობის შესახებ და ამით ამოვწუროთ. მე-18 საუკუნის ძირითადი გამოვყოთ. ქართული გლეხები მეტნაკლებად იყვნენ მიბმულე თავადაზნაურობაზე და მეფეზე და უფრო მარტივი იყო რაღაც სამართლის პოვნა მეფემდე მისულითა და ასე ვთქვათ რაღაც ის დამტკიცებით. ასევე შეეძლოთ მათ ეკლესიის საკუთრებაში გაასვლა და ნუ ნაწილი იყო თავისუფალი გლეხი და რუსეთის იმპერიის შემოსვლის შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ ფაქტობრივად და ეს თავისუფლება სრულად გაქრა ფაქტობრივად. ის მოპოვება რომელიც შეეძლოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად იმპერიის საკუთრებები გახდნენ ისინი და იმპერიულ დონეზე ბევრად რთულია მიღწევა სამართლის. მეორე მხრივ, თუ კი იქამდე მათი უშუალო პატრონი იყო თავადი, ახლა თავადიც გახდა მათი პატრონი და იმპერიული ჯარიც. და ფაქტობრივად ორმხრივად შევიწროებულები არიან და მესამე ეს არის რომ მათ მოაკლდათ ეგრეთ წოდებული პატრონის გარჩევა-გადარჩევის უფლებაც, იმიტომ რომ ეკლესიას აეგზალა გლეხების ყოლა და მარტო თავადაზნაურობის ეს უნდა ყოფილიყავი რა საკუთრება და ამასთანავე მიუხედავად იმისა რომ ამავე იმპერია მიენიჭა მათ თავისუფლება ფორმალური, ისინი თავისუფლები ვერასოდეს ვერ გახდნენ, სანამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გამოგვჭა მე-18 საუკუნესთან შედარებით მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბეგარა გაეზარდა. მე როგორც მახსოვს დაახლოებით ორჯერ. ხო, ეგ გამოგვჭა ბუნებრივია რატომაც, იმიტომ რომ ისინი ხდიან
საექსეკუციო გასახაც ჯარის მომარაგებისათვის, რომელიც არის მათი ახლობელი ჯარი, ეს არის იმპერიული რუსეთის ჯარი და მეორე იხდიან თავადებისათვის თალკე. ქართული ჯარში ეგეთი გადასახადი არ იყო, როცა ქართული სახელმწიფო იყო. ქართული ჯარისთვის არ ხდებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ ფეოდალის ოჯახისგან იქმნებოდა ეს ჯარი. აზნაურს ჰქონდა ვალდებულება, რომ გამოსულიყო იმ. აზნაურს და ფეოდალს. გლეხები არ იბრძოდნენ, გლეხები უბრალოდ მოსავალს აწვდნენ თავადს და ჩურჩხელებით მარტივად რო ვთქვათ, მე ისოვდნენ გუდანაბას და მიდიოდნენ პირობითად ლეკების წინააღმდეგ საომრად და ეხლა მოხდა ისე რომ გოჭები, ცხვარი, ქათამი უნდა ჩააბარო შენ ერმოლოვს და იმას რა ქვია პასკევიჩს ცალკე უნდა რაც ხორბალი, პური და კვერცხი უნდა მისცე რაც ცისიშვილს და შენ გრჩება მარტო ქათმის ძვალი. და მე უკვე ხო ის ხდება თავისუფლად მოპოვება და სანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ შეიქმნა, იქამდე ამ ქართულმა გლეხებმა ვერაფერი ვერ მიიღეს, ვერც აკუთრება, ვერც მიწა და მით უმეტეს ვერც მოქალაქეობის უფლება. გამონაკლისის შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით. ხო, რომლებიც აი ოთარანთქვრივის ნაირი 1.5% იყო გლეხობიდან. ხო, მე მგონი საინტერესო საუბარი იყო. პატუცემული მაყურებლებო, გასაგებია რომ ჩვენ ამ ერთი გადაცემით ვერ ამოვწურავთ ამ საკითხს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბჭოთა დროს შექმნილი ისტორია და დღევანდელი ისტორია დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ძნელია გაარჩო იქ სად არის მართალი და სად არის იდეოლოგიური ჩანამატები. ამიტომ ეს საკითხი ალბათ კიდევ ბევრჯერ არის გასარჩევი, რომ დავინახოთ სინამდვილეში რა ხდებოდა იმ დროში და არა მარტო იმ დროში მე ვაპირებ, რომ ამ გადაცემათა ციკლში ისტორიული თემებსაც შევეხო პერიოდულად, ან ბატონი გიორგი მოვიწვიო ისევ, ან ვინმე სხვა შეიძლება თვითონ ბატონი გიორგის რჩევით და იმედია საინტერესო იქნება ისტორიული გადაცემებიც. ჩვენ გასაგებია რომ ვიკვლევთ იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობთ და იმ სამყაროს შემადგენელი ნაწილია ის ისტორია, რომლის შედეგადაც ცხოვრობთ ისე, როგორც ცხოვრობთ დღეს. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.